თქვენ ამ შემთხვევაში ადამიანები ვინც მსგავს მაგალითებს გვაძლევენ ჩვენთვის არის мотиваცია რომ ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი დაკარგული. გადაწყვეტილებები რომელიც თქვენ მიიღეთ 1 დეკემბრიდან გუშინდელი დღის ჩათვლით, ხო? ჯერ იყო 1 დეკემბერს ჩვენთვის გახდა ცნობილი რომ საკონსტიტუციური წარდგინებით მიმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს და იგივე გადაწყვეტილება გუშინაც ორი საქმის შემთხვევაში გაიმეორეთ. მოდით ჩვენ ბევრი დრო გვაქვს და მაყურებელს ავუხსნათ ახლა რაშია საქმე, რა არის თქვენი საკონსტიტუციო მიმართვის საფუძველი და რა სიტყვით? დიახ, ეს წარდგინებები ჩემს მიერ იქნა გაკეთებული და საქმის წარმოება იქნა შეჩერებული თუ არ ვცდები ნოემბრის ბოლო რიცხვებში, ეხლა შეიძლება ზუსტად რიცხვები ვერ თქვა და თუმცა გასაჯაროდა 1 დეკემბერს და გუშინ. 1 დეკემბერს და გუშინ, დიახ. შემდგომ უკვე გუშინ იყო ორი საქმე და ეს შეეხება ძალიან ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვან და ძალიან ფუნდამენტურ საკითხებს. ეს შეეხება ადამიანის თავისუფლებას. ანუ 2025 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები და ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსში შეიტანა ცვლილებები და ამ ცვლილებებით და დამატებებით ფაქტობრივად დააწესა რომ ადამიანი რომელიც იქნება ცნობილი სამართალდამცავად და მას წინა შემთხვევაში თქვა წინა სამართალდამცავების შემთხვევაში არა აქვს ან ვერ იხდის ის დაკისრებულ ჯარიმას ის სულ მცირე მინიმუმ 30 დღით უნდა იყოს ადმინისტრაციულ პატიმრობაში და ამის შეფასების ან გადახედვის უფლება მოსამართლეს არ აქვს. მე მიმაჩნია და წამს რომ ეს არის კონსტიტუციის წინააღმდეგი და კონსტიტუციის შეუსაბამო ნორმა, იმიტომ რომ არ შეიძლება ადამიანი, ვისაც არ გააჩნია თანხა, ვინც არის სოციალურად შეჭირვებული, ვისაც არ აქვს იმის სახსრები, რომ გადაიხადოს 2000, 3000, 5000 ლარიანი ჯარიმა, ამის გამო ის იყოს 30 დღიან პატიმრობაში. იმიტომ რომ ადამიანმა რაც არ უნდა კანონი დაარღვიოს, კონსტიტუცია ამბობს, რომ ყველა სასჯელი უნდა იყოს სამართლიანი. ყველა ადამიანი მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა დააშავოს, მის წინაშე სასამართლო სახელმწიფო სასამართლოს მეშვეობით იღებს ვალდებულებას, რომ განახორციელოს მართლმსაჯულება სამართლიანად და სასჯელიც მას მიაკუთვნოს სამართლიანი. ამ შემთხვევაში მე მივიჩნიე, რომ კონკრეტული ადამიანის უფლებები ირღვევდა და ამიტომ მომეც ამ კონსტიტუციური წარდგენის საშუალება, იმიტომ რომ თუ სასამართლო ვერ იქნება, თუ სასამართლოს წარმოებაში ვერ იქნებოდა საქმე, მაშინ მოსამართლე ვერ მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს და მე უკვე როცა დავინახე, რომ ამ საქმეება იმატა და შემოდიოდა სასამართლოში და მე გარკვეული საქმე გადავდე ამის ფიქრისთვის, ამის მსჯელობისთვის, იმიტომ რომ მე თვითონ მინდოდა რომ ჩამოვყალიბები სამართლებრივ არგუმენტებში, იმიტომ რომ მოგეხსენებათ კონსტიტუციური წარდგინებას გარკვეული წინაპირობები უნდა ახლდეს თან და უკვე როცა ეს შემოვიდა მასიურად ეს საქმეები, მე შევაჩერე ყველა საქმის წარმოება და მხოლოდ ამაზე ხართ ახლა ორიენტირებული. და მიმართე საკონსტიტუციო სასამართლოს. სულ არის 6 საქმე საერთო ჯამში. სულ 6 შემოვიდა. ხო, 6 საქმე, რომელიც თქვენ საფუძვლად გამოიყენეთ კონსტიტუციური წარდგინებისთვის და ეს 6 საქმე ძირითადად ეხება წვრილმა ხულიგნობას, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას, მაგრამ როგორ ექნება ამას გავლენა აქციებზე დაკავებული თუ დაჯარიმებული მოქალაქეების საქმეებზე და შემთხვევებზე? რადგან ამაზე უკვე დაისვა შეკითხვები, მოდით უფრო კარგად განვმარტოთ ეს რა კავშირია ამ 6 საქმესა და აქციებში ჩართული ადამიანების кейსებს შორის. მე მესმის თქვენი ინტერესი ამ საქმესთან დაკავშირებით და ამასთან დაკავშირებით მინდა საზოგადოებისთვისაც რომ ნათელი გახდეს და გასაგები გახდეს თუ თქვათ რასთან არის საქმე. ესე იგი საკანონმდებლო ცვლილებით პარლამენტმა ეს ცვლილებები შეიტანა 3 ნორმაში. ესე იგი ეს ნორმები იყო წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა და მესამე ნორმა, რომელიც ეხება მანიფესტაციებს. მხოლოდ ამ ნორმაში შევიდა ამგვარი ცვლილებები და სადაც დააწესა კანონმდებელმა, რომ თუ ადამიანმა ვერ გადაიხადა ჯარიმა და განმეორებით მოხდა ის სასამართლოს წინაშე იგივე სამართალდამცავისათვის, მან თუ ვერ გადაიხადა ჯარიმა, მან მოსამართლე არა უფლებამოსილი, რომ მას შეუფარდოს მუხლით განსაზღვრული სახდელის
ნახევარზე ნაკლები. ანუ თუ თქვა 173 მუხლი პოლიციის აღმოჩენილობა ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით, მოსამართლემ უნდა იხელმძღვანელოს კანონის ნორმებით და უნდა შეუფარდოს პატიმრობა 30 დღიდან 60 დღემდე. ეს შევიდა ამ სამ ნორმაში, ჩემს მიერ გასაჩივრდა ორი ნორმა, მხოლოდ იმიტომ რომ მე არ მაქვს საქმე წარმოებაში, რომელიც манифестация შეეხება. ხო, თეწწყაროს რაიონში არ იქნება ასეთი შემთხვევა, გასაგებია, მაგრამ როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს ამაზე და თუ იმსჯელა ამ საკითხზე, ეს თავისთავად ავტომატურად გამოიწვევს ამ ნორმასთანაც მიმართებითაც მსჯელობას, იმიტომ რომ თვითონ პარლამენტსაც არ იქნება სხვა საშუალება, იმიტომ რომ თუ ერთი ნორმის მიმართ ეს შენიშვნა გამოცხადა კონსტიტუციის შეუსაბამოდ, შეუძლებელია იგივე დარჩეს სხვა ნორმის მიმართ. ამის ავტომატურად შეცვლა მოუწევს პარლამენტს თუ ცალკე კიდევ მე მგონია რომ პარლამენტი ამას ავტომატურად შეცვლის და მე უფრო იმედი მაქვს ამ ღრმად მწამს რომ თუ ჩაიხედება ჩვენი კანონმდებელი კარგად ამ საკითხებში, კარგად გაითავისებს, შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკითხის განხილვამდეც შეცვალოს ეს მუხლები, იმიტომ რომ ამის პრეცედენტები არსებობს საქართველოში, როდესაც ხო, თუმცა დღევანდელი ვითარება ამის ოპტიმიზმს არ გვაძლევს. როცა ტროტუარზე დგომა უკვე აკრძალეს და ამას აი სულ ცოტა ხნის წინ აველაშვილმა მოაწერა ხელი. ხო, გასაგებია, კიდევ ერთი საკითხი იყო, რომელსაც მიმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს გახლავთ, როდესაც ადამიანი ინახავს მცირე ოდენობით მარიხუანას ნებისმიერ ადგილზე, ან თან აქვს, ან სახლში აქვს და ის სასამართლოში იქნება წარმოდგენილი ამ მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვაზე. კანონმდებლმა დააწესა პირობა, რომ მას 3 წლით და 5 წლის ვადით უპირობოდ უნდა ჩამოერთვეს გარკვეული უფლებები. ეს ყველაზე მკვნეული რაც არის ამ უფლებებში, ეს არის მართვის უფლება. და არის ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ამ მართვის უფლებით აქვთ შემოსავლები, ამით ცხოვრობენ, ამით ინახავენ ოჯახს, სხვა საშუალება მათ არ გააჩნიათ და პრაქტიკულად ეს არის ძალიან მძიმე ტვირთი და აი ამ ჩანაწერითაც კანონმდებელი მოსამართლეს არ უტოვებს არანაირ შანსს, რომ მოსამართლემ გაითვალისწინოს თუ რა პიროვნება, რა ასაკი, რა წარსული, რა საქმიანობს, მისი მახასიათებლები, მისი სოციალური, ეკონომიკური მდგომარეობა, რა პიროვნებაა და პირდაპირ კანონმდებელი უწესებს მოსამართლეს, რომ მან იმპერატიულად ჩამოართვას ეს უფლებები და ესეც მივიჩნიეთ არაკონსტიტუციურად, უსამართლოდ და ესეც გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში. ხო, თუმცა ეს ყველაფერი ჩემი შეფასებით მიზანმიმართულად კეთდება, იმიტომ რომ ჰუმანიზმთან ამ რეჟიმს კავშირი არ აქვს, მე არ ვთხოვთ ამის შეფასებას თქვენ, მაგრამ რაც შეეხება საკონსტიტუციო ეს რო არახუმანური კანონებია, ამას ღიად ვამბობთ, სხვა შეფასებას ვერ გავაკეთებ. ხო, დღეს მოვისმინე საინფორმაციო სამსახურთან თქვენი კომენტარი, სადაც არ გამორიცხავდით, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ხელოვნურად გააჭიანუროს ამ კონსტიტუციური წარდგინებების განხილვა, ამისთვის რა ბერკეტები არსებობს? ხო, ეხლა არა, ეს ინტერპრეტაცია ზუსტად ვერ მივცემ, რომ შეიძლება ხელოვნურად გააჭიანუროს, მაგრამ როგორც ვიცი და როგორც მაქვს ინფორმაცია, საკონსტიტუციო სასამართლოში ამ საკითხების განხილვა სჭირდება გარკვეული დრო. შეიძლება ობიექტურადაც საქმეთა სიმრავლიდან გამომდინარე, მაგრამ აქ ხაზს გაუსვამ, რომ შეიძლება ეს საკითხები ისეთ უფლებებს ეხებოდეს და იმ მასშტაბის იყოს და იმ ხელა ადამიანების, ასე ვთქვათ, ტვირთს ატარებდეს, ადამიანები ამ ხელა ტვირთს ატარებდნენ ამ კანონების გამო, შეიძლება ცოტა პრიორიტეტიც კი მიენიჭოს, იმიტომ რომ თავისუფლების ადამიანის თავისუფლებას ეხება და ეხლა დაუშვათ პირობითა თუ ეხლა ადამიანმა ის 30 და 60 დღე გაატარა პატიმრობაში, მე უკვე მისთვის ამ კანონის ანტიკონსტიტუციურ ცნობასაც პრაქტიკულად ეკარგება აზრი და აი ამ კუთხითაც საინტერესოა როგორ იმოქმედებს საკონსტიტუციო სასამართლო, იმიტომ რომ ეს საკითხები მასშტაბურია, მას შეუძლია გამოითხოვოს, ვთქვათ, მხარეებისგან სტატისტიკური მონაცემების, რომ ამდენი ადამიანია ამ პერიოდში ამ ცვლილებების შემდეგ ამუხლებით, ვთქვათ, დაჯარიმებული, რამდენს ემუქრება ეს ამგვარი საკითხები და თუ ამით ასე ვთქვათ, ცოტა სიღრმისეულად იქნება ამ საკითხის შესწავლა, მე იმედი მაქვს, რომ მოსამართლეები ამ საკითხებს მიაქცევენ ყურადღებას. ხო, თუმცა პრიორიტეტებში სხვა საკითხებია საკონსტიტუციაში, ქართული ოცნების პრიორიტეტია პირველ რიგში მაგალითისთვის პარტიების აკრძალვა და ერთპარტიული სისტემის დანერგვა შეფარვითი რაღაცა მოჩვენებითი ოპოზიციით. აუცილებლად უნდა გკითხოთ აზრი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე,
თემაზე, რომელიც დღეს გავიგეთ 20 ივნისის, 19-20 ივნისის საქმეზე, ეგრეთ წოდებული გავრილოვის მოვლენებს გულისხმობს, სადაც საქართველოს ხელისუფლება მარცხი განიცადა. ეს რას ნიშნავს თქვენთვის, როგორც მოსამართლისთვის, რა გზავნილია მათ შორის სასამართლო სისტემის მისამართით, მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაწყვეტილებაში ასე აქცენტირებულად და ჩანაწერი სასამართლო ხელისუფლების შესახებ არ ყოფილა, მაგრამ არასათანადო გამოძიებასთან ბევრ სხვა ჩამონათვალთან ერთად არის მოკლედ პრეტენზია. მე ამას შევაფასებ როგორც მოქალაქე და როგორც მოქმედი მოსამართლე ამ ჩემი სტანდარტის ფარგლებში. პირველ რიგში როცა სტრასბურგის სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, ამ დროს გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ და ჩვენ ძალიან მივეჩვიეთ ამ ყველაფერს, როცა საქართველოს სახელმწიფო შეიძლება რაღაცაში დამარცხდეს, ანუ ის ვერ უზრუნველყოფს, რომ მან მოახერხოს მისი მოქალაქეების უფლებების დაცვა და ეს არის ძალიან სამწუხარო. ეს არის ძალიან ცუდი, იმიტომ რომ ამ უფლებების დარღვევაზე როცა არის მითითებები და ეს არ არის თქვათ ვინმეს უყურადღებობით ან რაიმე შემთხვევითობით ან რაიმე ამგვარი შემთხვევით და შემდეგ ეს დასტურდება, ამ დროს აუცილებლად ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. მე ახლა ამ გადაწყვეტილებას როგორც მაქვს ინფორმაცია არ ვარ ღრმად შეხედული, თუმცა აქ იყო სამ უფლებაზე და ძალიან მნიშვნელოვან უფლებაზე საუბარი, ეს იყო გამოხატვის უფლება, ჟურნალისტის გამოხატვის უფლება, შეკრების თავისუფლება და კიდევ მესამე ნორმა იყო გასაჩივრებული და რაც ძალიან მნიშვნელოვნად მენიშნა, დაახლოებით 2 მილიონ ლარამდე კომპენსაცია იქნა დაკისრებული საქართველოს მიმართ, საქართველოს სახელმწიფოს მიმართ. ეს არის ქართველი ხალხის, ქართველი გადამხდელების თანხა და იღებს ამას ვინმე პასუხისმგებლობა, რომ მისი შეცდომის გამო ხდება, რომ ჩვენ ახლა იმ ადამიანებმა, ვინც იხდით გადასახადს, ეს თანხა უნდა წავიდეს ვიღაცის ჩინოვნიკის შეცდომის გამო, ამაზე იღებს ვინმე პასუხისმგებლობას და თან საყურადღებოდ მენიშნა ისიც, რომ ამაზე მიდის გამოძიება, თუმცა ინფორმაცია იყო იმგვარი, რომ გარკვეული უწყების, კონკრეტულად შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის ბრალეულობით მოხდა ეს ყველაფერი და ხელმძღვანელობის ბრალეულობა საკმაოდ მძიმე ბრალდება აქ. ეს ვერ იქნება ერთი და ორი ადამიანის ასე თქვა ბრალეულობა, ხო? თუ ჩვენ ამ საკითხებზე ესე მსჯელობ და ეხლა ეს ამის მარტივად შეფასება, მარტივად ასე თქვა გატარება, რომ დაშვებული იქნა შეცდომა, როცა ადამიანებმა თავისი ჯანმრთელობა დაკარგეს, თავისი ჯანმრთელობა და რა ვიცი, ცხოვრების გარკვეული ეტაპები შესწირეს ამ ამბებს და ამის ესე მარტივად თქმა და საუბარი მარტივია, როცა ქართული გამოთქმის არ იყოს სხვისი ჭირი ღობეს ჭრი. აბა ერთი ამ ადამიანებს ვკითხოთ, აბა ერთი ჩვენ თავს მომხდარიყო ეგეთი რამ, რომ ჩვენ დაგვეკარგა რომელიმეს სხეულის რომელიმე ნაწილი, აბა როგორ მოვიქცეოდით. ან თქვათ ღმერთმა ყველას აშოროს, ღმერთმა ყველას დაიფაროს, მაგრამ თქვათ რომელიმე ხელისუფლების ახლო ნათესავი ან რომელიმე მოყვეს ამ დღეში. დღეს თუ არა შეიძლება ხვალ მოხდეს, ხო? არაფერი არ არის, მოდვიმი, ყველა ხელისუფლება შეიცვლება და ყველა დღევანდელი ხელისუფლება შეიძლება ოპოზიცია გახდეს და დღევანდელი ოპოზიცია ხელისუფლება გახდეს, მაგრამ იმაზე მეტი მკაცრი და იმაზე მეტი დიდი პროტესტი იყოს მათ მიმართ, ვიდრე დღეს არის და ჩვენ დღეს რომ მოძალადეა, ხვალ შეიძლება მსხვერპლი აღმოჩნდეს და ამ დროს უნდა დავიცვათ ჩვენ. ამ დროს იცვლება ნიავის ქროვა და ყველა ამის მიხედვით აფასებს და ამაზე ყველა უნდა დაფიქრდეს. განსაკუთრებით ვისაც ძალაუფლება აქვს, ვინც ამაზე ფიქრობს. ესე მარტივად არ არის, რომ ჩვენ დღეს რაც გვაწყობს და რაც მისაღებია, ესე არ არის და რაღაცა ხელისუფლებები რო იგივდება. ყველა დროს ესე იყო სახელმწიფოსთან, ესე არ შეიძლება. ეს ამაზე ყველა უნდა დაფიქრდეს და ძალიან საინტერესოა. აბა ეს საკითხი როგორ გადაწყდება, რომ აი ამ ოდენობის კომპენსაცია, ამ ოდენობის სირცხვილი სახელმწიფოს, რომ ელემენტარულად როგორ შეიძლება გამოხატვის უფლებაზე 21 საუკუნეში, როცა დემოკრატიულ სახელმწიფოზე გვაქვს პრეტენზია, როცა ამხელა და ამ მასშტაბის ევროპის სასამართლოს პლენუმმა საკმაოდ მკაცრი პოზიციები დადო, არაჯეროვანი გამოძიება. როგორ შეიძლება 6 წლის განმავლობაში არაჯეროვანი გამოძიება იყოს და თქვა ამასთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხები არ არსებობდეს, რომ რა მოხდა, როგორ მოხდა, რანაირად მოხდა. ხო, თუმცა ეს არავის უკვეს და მათ შორის მხოლოდ ხელის გაშორა კონკრეტულ ადამიანებზე. ეს არ არის სწორი. ჩვენ
ყველა მოქალაქე სამწუხარო სტანდარტად ჩამოყალიბდა ეს, რომ როცა არ სჭირდებათ, არ იძიებენ საქმეებს, მათ შორის თუნდაც ბოლო 1 წლის სტატისტიკა რო ავიღოთ. ეს მიყვანს კატასტროფამდე. თუ ესე ვიფიქრეთ ყველამ, რომ მე რაც მჭირდება დღეს ის უნდა გავაკეთო და სხვა არ მაინტერესებს და მოდი ახლა მე დღეს ვარ აქ ახლა და ამათ ჩემი სიძლიერეს ვანახებ, იმიტომ რომ ყველა ესე იყო ადრე და მეც ახლა ჩემი დრო მოვიდა, ეს არ მიგვიყვანს კარგ შედეგამდე. ეს უნდა იცოდეს ყველამ. ხო, თქვენ ახსენეთ, რომ ეს რეალურად სახელმწიფოს მარცხია და დღეს ამაზე კი არ ველაპარაკებია ქართული ოცნების ლიდერები. სახელმწიფოში რაც ხდება, ყველაფერზე პასუხისმგებლობა ხელისუფალია. ამ ხელისუფლებას დღეს რა გააკეთეს იმის ნაცვლად, რომ მართლა ამ პრობლემაზე ილაპარაკონ, რომ ესე იგი რაღაც სისტემაში არ არის სწორად და უნდა შევცვალოთ, თქვენს რომ მაშინო გახარია იყო პასუხისმგებელი პირი. ჩვენ რა შუაში ვართ? ხო, ამას აღწერდით თქვენ ზუსტად. არა, თქვენ ზუსტად ამას აღწერთ, რომ ცოტა სახელმწიფოებრივად შევხედოთ ამ ამბავს. მაინტერესებს ხელისუფლება, მაინტერესებს ინსტიტუტები. არ შეიძლება გამოძიება დაქვემდებარებული იყოს ხელისუფლებაზე. არ შეიძლება ქვეყნის უსაფრთხოება დამოუკიდებელი იყოს ხელისუფლებაზე. არ შეიძლება მართლმსაჯულება დამოუკიდებელი სასამართლო დამოუკიდებელი იყოს ხელისუფლებაზე. არ შეიძლება არჩევნების ჩატარება სწორად ჩატარდება თუ არასწორად დამოუკიდებელი იყოს ხელისუფლება. ჩვენ თუ ამგზით წავედით, ჩვენ ვერაზოს ვერ გამოვალთ ამ ჭაღობიდან. ჩვენთვის ყოველთვის დაისვება კითხვები, რომ არის სასამართლო დამოუკიდებელი, არჩევნები სწორად ჩატარდა, სწორად იძიებენ. მესმის, შეიძლება უნაკლოობას ვერ მივაღწიოთ. მესმის, შეიძლება კითხვები სულ იყოს, მაგრამ კითხვები უნდა იყოს რაღაცა გამონაკლის შემთხვევებში და როგორც წესი ისი არ უნდა ისვენდეს კითხვები, რომ ყველაფერი უნდობლობაა, ყველაფერში ეჭვის თვალით უყურებთ, იმიტომ რომ ეს არ მიგვიყვანს, იმიტომ რომ ჩვენ ხელისუფლებას, არახელისუფლებას, უბრალო მომკვდავებიც, ძლიერი ამ ქვეყნისა, ხო, ამ ქვეყანაში ცხოვრობთ, ხო, ერთად დავდივართ, ერთად წვდებით, ერთად ვცხოვრობთ, ხო, თუ ჩვენ ამ გარემოში ვიცხოვრეთ, თუ ჩვენ ეს სიტუაცია გვექნა, ჩვენ რა გვინდა ეგეთი რამე, ხო? ჩვენ ხო ამისთვის ჩვენ შვილებს რას ვეუბნებით, რას ვუტოვებთ, ხო? ყველას ხო მისი შვილისთვის ყველაზე საუკეთესო უნდა. ყველა ხო ამას გრძნობს. ეხლა ვინმე შეიძლება თქვას, რომ ეხლა თქვენი სიუჟეტს მოვკარი თვალი ეხლა იყო რომ ძალადობა არ იყო. ეხლა ვინმე შეიძლება საღად მოაზროვნო თქვას, რომ ძალადობა სათქმდა ადგილიო, აი თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში რო ვიღოთ. ანუ ის რომ არ იძიებს ვინმე, ხვალდაზეგრო სხვა რომ მის შვილს იგივეს გაუკეთებს. თვითონ რომ არ იქნება ძლიერი, თვითონ რომ არ იქნება ხელისუფლებაში, თვითონ რომ არ იქნება გავლენები. ჩვენ გვყავს მაგის ბევრი მაგალითებია. ეს როგორ წარმოუდგენიათ? თუ გონიათ რომ ესე იქნება, არ იქნება და მე ამას ვიძახი. მე არავის წინააღმდეგ არა ვარ. ეხლა ჭამინდა რომ ჩემს იმას მაგრამ თვითონ და ამაში მთავარი როლია სწორედ მართლმსაჯულებას, სასამართლოს, მოსამართლეს, რომ ეს ყველაფერი ამ მართლმსაჯულების სისტემამ ერთიანად შევცვალოთ, აი დავამკვიდროთ, რომ უპასუხისმგებლო განცხადებას ნუ გავაკეთებთ. ნუ ვიტყვით, რომ დღეს არ არის 11 დეკემბერი და არის 17 დეკემბერი და ამას ვიტყვით თუ არ ვიტყვით, მნიშვნელობა არ აქვს. მე 18-ში ვიტყვი, რომ შემეშალა 17 არ ყოფილა, 11 ყოფილა და არც არაფერი, არც არავინ ვერ გაიგებს, თუ გაიგებს და მე იმასაც ისე ვეტყვი, რომ ისიც აი ეს ჩვენ თუ ეს სახელმწიფო ჩინოვნიკებმა და სახელმწიფოს მართლობამ ესე გააგრძელა და ესე ვაგრძელებთ სამწუხაროდ 10 წლეულების განმავლობაში. იმიტომ რომ შეიძლება ადამიანმა დღეს თქვას, მე კონკრეტულ ადამიანებსაც გულისხმობ, რომ რაღაცა თქვას და აბსოლუტურად საწინააღმდეგოს აკეთებს მეორე ან მესამე დღეს ან რაღაცა პერიოდის შემდეგ, როცა ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს და ამაზე არც გრძნობს პასუხისმგებლობას, არც ფიქრობს იმაზე, რომ არის ანგარიში ვალდებული ვინმეს და რომ ეს მაინც ახსნას პოზიცია რატო შეიცვალა. და მთელი საზოგადოება ამ ყველაფერს უყურებს და საქართველოში 2 მილიონამდე ადამიანია, რომელიც ზოგი სოციალურად შეჭირებულია და ზოგიერთი ამას ითხოვს, რომ დამეხმარო სახელმწიფო, რომ სოციალურად შეჭირებული არ ვიყო და რაღაცა ელემენტარული საარსებო წყარო ქონდეს და 2 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ბიუჯეტმა უნდა გადაიხადოს, ძალიან ბევრი ადამიანის პრობლემა მოგვარდებოდა, ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადარჩებოდა, ძალიან ბევრი ადამიანის შვილები მშიერი არ შეხვდებოდა ახალ წელს. ისი არ არის ზოგიერთი რომ მისი შვილები რაგან მშიერები არიან, ამიტომ არავის არ შეა და ყველაფერი კარგადაა და ყველაფერი ეგრე არ არის და ჩვენ თუ ამ ყველაფერს ერთმანეთს მტრულად კი არ უნდა მოვეპყროთ და ერთმანეთის ჯინაზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ უნდა დაუსხდე და უნდა თქვათ, რომ შენ რაღაცა შეცდომა გაქვს, ვერაკეთებს სწორად. შენ
სწორად აკეთებ, რაღაცა კრიტიკა ვისწავლოთ, შევისმინოთ და ერთად ჩავკიდოთ ყველაფერს ხელი და ეხლა ჩვენ თუ ამას ვიძახეთ, რომ შენ რადგან მე მაკრიტიკებ და სწორ მეუნების სიმართლეს, ამიტომ არ მომწოხარ, იმიტომ რომ მე შენ მტერი ხარ, იმიტომ რომ არ გინდა რომ მე მეკაო სადავეები ხელში და რაღაცას მარყევ ამ სადავეებში და ამიტომ შენ არასწორი ხარ და ერთის არ იყოს ჩემზე გამოაცხადა და ისაო deep state-ის ფარული წევრია. ხო და ნუ ხა ამ ლოგიკით თუ ვისაუბრებ და ზაზა შათირიშვილმა თუ ხო რაღაცა ხო ამ ლოგიკით თუ ვისაუბრებ ჩვენ და თუ ესე გვინდა ხო იმიტომ რომ აი ვიცი მე მგონია რომ ჩვენ ესე წინ ვერ წავალთ. ხო არა ვერ წავალთ წესით სტრასბურგის გადაწყვეტილება ეგრეთ წოდებული გავრილოვის ღამის შესახებ უნდა იყოს რაღაცნაირად ქართული ოცნებისთვის მაგალითი რა შეიძლება მომავალში კიდევ არაერთხელ განმეორდეს მათ საწინააღმდეგო თუმცა საერთო ჯამში ეს იგივე სქემა იქნება იგივე განმეორდება. ხო იგივე სქემა ახლა თამარ ბაღაშვილზე თავდასხმის ფაქტებს და ვიდეოს ვხედავდით და იგივე არ განმეორდა ამ ერთი წლის განმავლობაში მაკა ჩიხლაძეს გიორგი შეწირულს დაესხნენ თავს და ჩვენ გამოძიება ჩავატარეთ ჟურნალისტებმა მივაწოდეთ საგამოძიებო უწყებებს კონკრეტული პირების ვინაობა ვინც გამოსაკითხი იყო ვინც ჩვენი ინფორმაციით სწორედ იყვნენ იმ ნიღბების უკან მაგრამ არც არაფერი არ გაკეთდა არაფერი არ გაკეთდა მოაზროვნე ადამიანი თუნდაც ნებისმიერი პოლიტიკური აქტორის მხარდამჭერი ვინც არ უნდა იყოს არ აქვს ამას ხელისუფლება თუ ოპოზიცია ხელი პოლიტიკური აქტიური მხარდამჭერი გულმხრივალი მხარდამჭერი რომელიც ცოტა მაინც საღად აზროვნებს ამის მომხრე იყოს და ეს ხო მე შემხვდა ერთ-ერთი ქალბატონი ქუჩის გამოკითხვისა სხვათა შორის და მან თქვა რომ ნუ რადგან ასე მოგექცათ ეს რეჟიმი ესე იგი დაიმსახურეთ პირადად მეც ასე მითხრა მას სხვათა შორის გავახსენებთ ჩვენ ძალიან მძიმე ფაქტებს რომელიც ზუსტად ერთი წლის წინ ამ რეჟიმმა გამოიყენა ხო არა ეს ისე რეპლიკის სახით და ზოგადად აუცილებლად უნდა გკითხოთ ბატონ ვლადიმერ გავრილოვის საქმე სტრასბურგის გადაწყვეტილება რას ნიშნავს ჩვენთვის ხო შემდგომ სხვა პერიოდებში დაზარალებული მოქალაქეებისთვის დღეს სხვათა შორის სარჩელის ავტორი ორგანიზაციის საიას თავმჯდომარემ დაწერა რომ ეს არის ერთგვარად რწმენის საქმე ამ ადამიანებისთვის რომ რწმენა დავიბრუნოთ რომ სამართლიანობა სადღაც ადრე თუ გვიან ვიპოვით აი ესაა სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტი რწმენა უფრო ღრმა რწმენა უფრო ღრმა ნდობა უფრო ღრმა ვიდრე კანონი ესაა სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტი და სხვათა შორის მაგრამ ერთადერთი რწმენა ახლა ჩვენ სტრასბურგთან გვაქვს თქვენ ალბათ არ გეწყინებათ, არ ვიცი ან გეწყინებათ, მაგრამ დღეს ასეთ რეალობაში ვარ, სხვათა შორის როგორც ჟურნალისტი, აი ეს პარლამენტში რომ მივდიოდი სამუშაოდ, აი ცოტა გვერდიდან რომ შევხედავდი დეპუტატებს, რაზე ელაპარაკებოდნენ ჩემს კოლეგებს, აი ამაზე ვფიქრობდი, ნუ თუ ერთხელ მაინც როცა სახლში მიდიან შემდეგ საღამოს, არ ეკითხებიან თავის თავს, რომ დღეს ჩემი ფუნქცია როგორ შევასრულე და პარლამენტის ფუნქცია ხომ იმას გულისხმობს, რომ რაღაცნაირად სამთავრობო ზედამხედველობა, ხო, თავრობის პირიქით ხედავთ. არა, ალბათ არც იციან, იმიტომ რომ პირიქით 24 საათიან რეჟიმში არიან მომართულები იმაზე, რომ როგორმე მთავრობის ნაბიჯები გაამართლონ, ყველა შეცდომა გაუმართლონ და იგივე ხდება დღეს სასამართლო სისტემაში უმეტესად, თუმცა რა თქმა უნდა არ განვაზოგადოთ ეს განზოგადოება რომ ცუდი რამეა, თქვენ ხართ მაგალითი, რომ არ შეიძლება ასე მოქცევა, მაგრამ სისტემა ხომ უმეტესად ახლა სამწუხაროდ ამ კლანის გავლენის ქვეშ არის. მთავარი სისტემა. ეხლა მე რაც ინფორმაცია მაქვს, მე არ წამიკითხე ეს გადაწყვეტილება ბოლომდე, გარკვეული საინფორმაციო საშუალებიდან ამონარიდები და თვითონ სტრასბურგის სასამართლომაც ჩემი აზრით საგანგაშო ფაქტებზე ისაუბრა, არა მხოლოდ ძალადობასთან დაკავშირებით. იქ სასამართლომ რაზეც მსჯელობს ფაქტურად სასამართლო ამბობს, რომ საქართველოში სახელმწიფოში არ არის სისტემა, არ არსებობს პასუხისმგებელი პირი, რომელმაც იცის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში რა შეიარაღებაა, როგორ შეიძლება ამის მოხმარება, რანაირად უნდა მოხდეს ამის განაწილება, რანაირად უნდა მოხდეს ამ ოპერაციების ჩატარება და ფაქტობრივად ამით ხას უსვამენ იმას, რომ ჩვენი ასე ვთქვათ სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია რომ დაიცვას მოქალაქის ინდივიდის უფლება, ადამიანის პირადი თავისუფლება, მისი უსაფრთხოება, მისი ჯანმრთელობა, ნუ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება და
და სწორედ ამიტომაც მიიღო სასამართლომ ამგვარი გადაწყვეტილება. აი ჩამონათვალს ვეტყვი მაყურებელს, სასამართლომ რაც დაადგინა, ეს არის წამების აკრძალვა, მუხლებს გამოხატვის თავისუფლება, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება და საქმის განხილვის დროს ყველა საჭირო პირობის უზრუნველყოფის ვალდებულება, ამის არარსებობა. ხო, ანუ რაზეც ვისაუბრეთ ჩვენ. ხო, ანუ ჩვენთვის ეს უნდა იყოს რეალურად გაკვეთილი. ანუ ამ გადაწყვეტილებით ჩვენმა სახელმწიფომ უნდა მოვახერხოთ, რომ რაღაცეები ისეთ შევცვალოთ და ისე გავაკეთოთ, თუ არ ვიცოდით, თუ არ ვიცით, ვისწავლოთ, თუ რაღაცა შესაძლებელია შევცვალოთ, რომ მომავალში მსგავსი რამ არ განმეორდეს, თორემ ყველა ხელისუფლებას ექნება ცდუნება მომავალშიც, რომ თუ მის წინააღმდეგ იქნება მსგავსი რამ, ეს გაიმეოროს. და ამიტომ ის ხელისუფლება ძლიერი, ვინც თავის თავში ნახავს ძალას და ამ გზებს აღმოფხვის და იტყვის, რომ იცი რა, მე თუ რამე შეცდომა გავაკეთე ამ ქვეყნისთვის, მე იმას მაინც გავაკეთებ, რომ ეს მომავალში არ მოხდეს, მომავალში არ განმეორდეს, თორე ეხლა ამის სურვილი ყველას გვაქვს. შეუძლებელია საქართველოს მოქალაქე, ვინც ამ ქვეყნის სიკეთე უნდა ამის სურვილი აქონდეს და იყოს სასარგებლო მდგომარეობაში და თქვას, რომ აი რაც უფრო მეტ შეცდომას დაუშვებს ხელისუფლება, რაც მეტ ასე ვთქვათ, ადამიანის ჯანმრთელობა დააზიანდება, რაც მეტი ვთქვათ უკანონობა მოხდება, ეს რაღაცა ვიღაცისთვის ხელმისაწვდომია. ან რაღაცა გამოსაყენებელია. ეს არის შეცდომა, იმიტომ რომ ჩვენ როცა ვართ და გვინდა რომ გავაშენოთ სამართლებრივი, დემოკრატიული, სოციალური სახელმწიფო, ჩვენ ამ თამაშის წესებს უნდა მივეჩვიოთ, რომ რაღაცეები გვექნება შეცდომები, ოღონდ გზა და გზა გამოვასწორებთ და რაც ყველაზე მთავარია, აღსრულდება ხალხის ნება. როდესაც ადამიანებს, მოქალაქეებს უმრავლესობა რა ნებასაც გამოხატავს, ვერავინ ვერ იქნება ამ ნების წინააღმდეგი და ვერავინ ვერ შეძლებს ბრჭყალებში ან მოპარვას, ან გადაფარვას, ან დამალვას ან რაღაცა დროებით ამ ნების ჩახშობას. თუმცა მე სუბიექტურად ვიტყვი, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, რომ ეს ახლო პერიოდში ქართული ოცნების მმართველობის პირობებში ცოტა რთულად წარმოსადგენია და ქართული ოცნება არა მხოლოდ სტრასბურგში, სხვა საერთაშორისო ტრიბუნასა თუ სხვადასხვა ინსტანციაში სამწუხაროდ ისევ ჩვენი ქვეყნის საზიანოდ გამტყუნდება, ამაში დარწმუნებულები ვართ და ერთ-ერთი საქმე არის, რაც ახლა საერთაშორისო ძალიან სკანდალურ რეზონანსს იწვევს BBC-ს გამოძიება, რაზეც BBC-ს კვალიფიციური ჟურნალისტები თითქმის 1 წლის განმავლობაში მუშაობდნენ და მამუკა მდინარაძემ როგორღაც მოახერხა ამ საქმის 5 დღეში შესწავლაც, დახურვაც და საერთოდ თქვა რომ არც არაფერია გამოსაძიებელიო. თქვენ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, ნახავდით ალბათ ამ ფილმს. რა თქმა უნდა, ნახე. დაგიკმაყოფილდათ ის ინტერესი, რაც ამ გამოძიებამ გააჩინა და რა არის კითხვები, რაც სამწუხაროდ ვერ ამოივსო. მე როგორც მოქალაქეს ამ საკითხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მაქვს პოზიცია და მით უმეტეს, როდესაც ამ სფეროში ვარ, გარკვეული სახის ცოდნა გამაჩნია და გარკვეული, ასე ვთქვათ, უფრო კრიტიკულად შემიძლია ამ საკითხებს შევხედო. პირველ რიგში თვითონ ამ ტელეკომპანია, რომელიც ინგლისში ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი ტელევიზია და ასე ვთქვათ, სოფლიოში ყველაზე სანდო და გავლენიანი თავისუფალი მედიაა. საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან პარალელის გავლება უადგილო იქნებოდა, იმიტომ რომ ჩემს მაგალითზე ვიტყვი, რომ ჩემს საკითხებთან დაკავშირებით არასდროს ინტერესი არ გამოუთქვია საზოგადოებრივ მაუწყებელს, როცა ის ფინანსდება ჩემს მიერ გადასახადი, პირადად ჩემი და ჩემი ოჯახის მიერ გაღებული გადასახადი და მაინტერესებს უბრალოდ თვითონ რას ფიქრობენ, ვინც ამას წყვეტს, რომ ბევრი იყოს საქართველოში ისეთი სასამართლო გადაწყვეტილება, სადაც მთელ ქვეყანაში შეიძლება არჩევნების შედეგი გაბათილებული იყო და ახალი არჩევნები ჩატარებული იყო, ბევრი იყო ესეთ შემთხვევა საქართველოში და ეს არ აინტერესებდა საქართველოს მოქალაქეს, რომ შეიძლება მე ვწდებოდი, შეიძლება მე ვიყი ამ გადაწყვეტილება, იმიტომ რომ შემდეგ მე ვნახე ძალიან დიდი ბრალდებები იყო ჩემს წინააღმდეგ, ამაზე თუ მოცემ საშუალებას კი, ბოლოს ეს აუცილებლად უნდა გავიხსენო. ეხლა შეკითხვა რო გავცე პასუხი და ამ ტელეკომპანიამ ჩაატარა ამდენი გამოძიება, ამდენი ფაქტები წარმოადგინა და უცებ ჩვენ ვიგებთ, რომ აი ამ შეკითხვებზე არის სხვადასხვა პასუხები, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ყოფილი თუ მოქმედი თანამდებობის პირები. ურთიერთ საწინააღმდეგო, თანმიმდევრობაზე და თანმიმდევრულობაზე და მნიშვნელობის განაწილებაზე არ ვამბობ. უბრალოდ საწინააღმდეგო პოზიციებია.
ეს რა თქმა უნდა კითხვების მანიშნებელია. ეხლა შეუძლებელია იმაზე სერიოზულად ლაპარაკი, რომ ამ კატეგორიის საქმის გამოძიება ან 5 დღეში, ან 5 თვეში დასრულდეს. ეს მსოფლიოს საუკეთესო, რა ვიცი, საგამოძიებო ორგანოებსაც არ შეწევს ამის უნარი და ეს მით უფრო როგორ იქნება დასრულებული, როცა თვითონ აცხადებს მხარე, რომ ყველაზე მთავარი მოწმე და ყველაზე მთავარი ფიგურანტი ამ საქმეში არ არის გამოკითხული და ვერ ხდება მისი, ასე ვთქვათ, გამოკითხვა და გამოძიება როგორ იქნება დასრულებული ამასთან დაკავშირებით. დაიხურა გამოძიებაც და თემაც დახურეთ მოგარ ლაპარაკობ. აი მაგას ვინც ამბობს, მე ამის სამართლებრივი დოკუმენტი არ მინახია. თქვენ გინახიათ ვინც ამას ამბობს? ან ვინც ამას ამბობს, რომ გამოძიება დახურულია ამ ტერმინს ვინც ხმარობს? მან საერთოდ იცის ამ ტერმინის მნიშვნელობა? ეს გამაოგნებელია, ეს უპასუხისმგებლობა. როგორ შეიძლება გამოძიება დაიხუროს? გამოძიების დაწყებასაც და დამთავრებას აქვს თავისი საკანონმდებლო ჩარჩოები. ეს ვინმეს ნებაზე არ არის დამოკიდებული. ჯერ ის სიტყვაზე გვენდეთო, გითხრეს ბრიფინგზე, რომელიც ჩატარდა სუსში, მხოლოდ 4-5 დეკემბრის მოვლენებზე ილაპარაკეს და რა ნივთიერება გამოიყენეს 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით. საგამოძიებო ორგანოების კომენტარები გასაგებია, იმიტომ მათ აქვს თავისი დანაწესი და ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ თვითონ ან თუნდაც პოლიტიკოსები, ან თუნდაც ადამიანები რო საუბრობენ, რომ გამოძიება და თქვა საზოგადოება ამით კმაყოფილია, ვინმე ამ საღი აზრის ადამიანი კმაყოფილია, რომ 5 დღეში ყველა კითხვას გასცა გამოძიება პასუხი და ყველაფერი გასაგებია. ასეთი მასშტაბის და მნიშვნელობის საკითხი. როცა აგერ არის, რომ ახალგაზრდა ადამიანები, ჩვენი შვილების ხელა ადამიანები ამბობს, რომ სუნთქვა მიჭირს, ასევე არის ნიშნები უშუალოდ მე მოусმინე ოღონ ფრაგმენტს ძალიან ცოტას თვითონ ამაში მონაწილე პირი ვინც იყო, შეერაღების უფროსი იყო თუ არც გვარი დასახელი გიორგი თარგამაძესთან იყო. ხო, მან ისაუბრა პირდაპირ და რეალურად ამბობს უშუალოდ მონაწილე კაცი და ის არ არის გამოკითხული და გამოძიებას მისგან არ აქვს ინფორმაცია მიღებული და ამას ვინ ამბობს გამოძიება დაიხურავ. აი ამგვარ ცოტა ბოდიში გიხდით ემოციებისთვის, მაგრამ აი ამგვარ უპასუხისმგებლო განცხადებებზე და აი ამგვარ ასე ვთქვათ პირდაპირ ვიტყვი ამგვარ პროპაგანდაზე, რომ ყველაფერი ტყუილია, ყველაფერი სიცრუეა, რომ არ შეიძლება რაიმე სიმართლე იყოს, არ შეიძლება რამე ღირებულების მსახური იყოს, რომელიმე ჩინოვნიკი ან რომელიმე საჯარო მოსამსახური, აი ამას აღვივებენ. იმიტომ არის უნდობლობა, იმიტომ აცხადებ თქვენ ამასაც, იმიტომ არ ენდობით, იმიტომ რომ შეიძლება ბევრი რამე თქვათ დაუშვათ სიმართლეც იყოს, მაგრამ ნდობა მაინც არ არსებობს, იმიტომ როცა ამგვარ რამეს იტყვი, რომ აი ეს ყველაფერი BBC, რომელიც 1 წელი იძია, იმუშავა, ამდენი მოწვე გამოკითხვა, შენ ეს ყველაფერი 5 დღეში გაარკვიე და ყველაფერი გამოძიებას ამაზე პასუხი აქვს, როცა ამას იტყვი, მე ამის მერე ნდობა რა თქმა უნდა ვერ იქნება შენს მიმართ. და აი ამაზე ვსაუბრობთ, რომ აი ამას ვინც აკეთებს, ისევ თუ მის ჭიჭკუით რაღაცა მის პოლიტიკურ აქტორს ან ვინმეს ამით ასიამოვნებს, პირიქით აზარალებს. კი, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში თქვენ ვინც ახსენეთ ლაშა შერგელაშვილი ის კონკრეტულ ფაქტებზე ლაპარაკობს, BBC-ის ფილმში კონკრეტული დოკუმენტებია წარმოდგენილი ქიმიური ნივთიერებების შესახებ. ხო, საპასუხოდ რაღაც დოკუმენტი ეჩვენებინათ ჩვენთვის, არა, გითხრეს რომ მე დარწმუნებული ვარ, ეს ბუნებაში არ არსებობს. მე დარწმუნებული ვარ, რომ აი ჩემი პროფესიული გამოცდილებიდან ვამბობ, რომ მე დარწმუნებული ვარ რომ ამ საქმეზე გამოძიების სამართლებრივი შეწყვეტი სამართლებრივი დოკუმენტი ვერ იარსებებს, იმიტომ რომ თვითონ გამოძიების მთავარი კითხვა, მთავარი მოწმე, ასე თქვა, მთავარი ინფორმაციის მატარებელი პირზე გამოძიება ამბობს, რომ ჩვენ მას ზე გამოაცადეთ თუ არსები ძებნა თუ რაღაც საქმეზე, არა მნიშვნელობა, თავარი ამ საქმეზე აქვს მას კითხები გამოძიებას და როგორ შეიძლება ეს ვერ დაიხურება. თუ ამაზე ვსაუბრობ. თუ ვერ უკავშირდები, არ უკავშირდები მთავარ ფიგურანტს, როგორ ხურავს საქმეს? შეუძლებელია გამოძიებას თავისი პროცედურები აქვს. ეხლა არ მინდა რომ აყურებელი გადავაღალო ამ სამართლებრივი ნიუანსებით. ეს არის შეუძლებელი. ეს არის უბრალოდ პროპაგანდა. ხა ვიღაცამ თქვა, ვიღაცამ გაიმეორა და უკვე საზოგადოებას ტელეეკრანიდან აქ შეგრძნება, რომ ესე მარტივია ხა რაღაცას იტყვის, გადაფარავ. ფაქტია, მათ ძალიან დიდი სურვილი აქვთ, რომ ეს თემა განეიტრალონ, შეამსუბუქონ და გვავიწყონ ისრების სხვაგან მიმართონ, მუდმივად დღის წესრიგში რაღაცა შემოაგდებენ, რომ ყურადღება როგორმე გაგვიყვანონ. ეს საპირისპირო შედეგს მოიტანს. იმიტომ მართალი ადამიანი ყოველთვის მოწადინებულია შეკითხვებს გასცეს. ხო, ჩვენ ამაზე ვილაპარაკებთ, მე მაგათაც უკვე მეორე ეთერია ამაზე ვილაპარაკობ. ყოველ კვირას ჩვენ ამ თემას დავუბრუნდებით, ვიდრე მთავარ კითხვებს პასუხი არ გაეცემა, იმიტომ რომ ჩვენ ვითხოვთ კითხვებს. მეორე ხუთშაბათია უკვე, ქუჩის გამოკითხვას ვატარებ ამ თემაზე და
უბრალოდ სპონტანურად დაუგეგმავად ქუჩაში, ვისაც აზრს ვეკითხები, უმეტესობა ადამიანებისა მეუბნება, რომ საკუთარ თავზე გამოვცადეთ ეს ყველაფერი, რომ თავად გქონდა ეს სიმპტომები, ამას ვამბობდით ჩვენ ჟურნალისტებიც უშუალოდ პირდაპირ ჩართვის დროს. ხო, სადაც პირდაპირ ჩართვის დროს. რეპორტაჟებიც ხომ მტკიცებულება თუ გამოძება დაინტერესებულია სიმართლის ნიშნის მოგებით გვეუბნებიან ბატონო ვლადიმერ ახლა რომ ახლა რატომ გაგახსენდათ BBC-ს გამოძიების შემდეგ რომ წყალი წვავდაო და მე აი იძულებულები გავხდით რომ არქივიდან ამოგვეღო მასალები სადაც პირდაპირ ჩართვის დროს როგორც კი დავსვოლდით ჩვენ ვიგრძენით ეს მწველი ეფექტი და ტყუილია ის თითქოს ახლა რაღაცა BBC-ს შემდეგ გაგვიჩნდა სიმპტომები. საერთოდ რა ვიცი. კი ბატონო ამ მიმართულებითაც მოკლედ საერთაშორისო რეზონანსი როგორც ჩანს გაგრძელდება მომდევნო ოთხშაბათს იქნება ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ განხილვები და ასევე ბრიუსელში სხვა ფორმატშიც ველოდებით საქართველოს მსჯელობას სამწუხაროდ წინასწარ ვიცით რომ არ იქნება პოზიტიური შეფასებები. აუცილებლად მინდა კითხოთ ასევე კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, რაც თქვენ უკვე ახსენეთ, ეს არის თქვენი გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა ასე ვთქვათ საზოგადოებამ თქვენ დაგინახათ, დაგაფასათ და რაღაცნაირად თქვენ იყავით იმედი, რომ ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი დაკარგული და არიან ყველა სისტემაში კეთილსინდისიერი ადამიანები. ამ საქმეს აქვს გაგრძელება, ხო? ისევ საერთაშორისო აი ეს ზუსტად იგივე მოსარჩელია, რაც ამ საქმეზე იყო სტრასბურგში. იგივე საიამ ეს საქმე წაიღო სტრასბურგში, რა ეტაპზეა და როგორია პროცედურები? მე როგორც ვიცი, ინფორმაციით უკვე წარმოებაში მიღებულია ეს საქმე, უკვე დაიწყება მხარეებთან კომუნიკაციის ეტაპი და დანარჩენის თქმა ამ ეტაპზე არ შემიძლია, არ მაქვს ინფორმაცია, მე არც ვარ ჩართული ამ პროცედურებში, უბრალოდ რაც საჯარო ინფორმაციით მაქვს, ასე ვთქვათ, ცნობები, ამას ვამბობ მხოლოდ. წარმოებაში მიღებულია. და რა სიტყვით? მე არაფერს არ ვითხოვ, ხარე ითხოვს რომ დარღვეული იქნა ადამიანის ძირითადი უფლებები, გარკვეული კონვენციის ნორმები და სხვადასხვა ეხა რადგან დღეს იყო ეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილება, ამასთან თუ შეიძლება ორი სიტყვით ვიტყვი რომ დღეს რაზეც გამოვიდა გადაწყვეტილება, ის ფაქტი მოხდა 2019 წელს. დაახლოებით 5-6 წელი მომდა ევროსასამართლო ამ საკითხის გადაწყვეტას. და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სასამართლომ შეიძლება გადაწყვეტილება ესე გამოვაცხადოს, ცოტა მოგვიანებით და მე ძალიან არ მინდა რომ იმ საქმეში საქართველოს სახელმწიფო გამოცხადეს დამარცხებულად და ფაქტობრივად გამოვიდეს, რომ ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით უკანონო გაუქმებით შესაძლოა საპარლამენტო არჩევნების შედეგების უფრო დიდი კითხვის ნიშნები გაჩნდეს და სამართლებრივად ეს უკვე დადასტურდეს და შემდეგ მე არ იყოს თქვა როგორც დღეს არის ხელის გაშვერები ერთმანეთის მიმართ რომ ისი ბრალია და როგორ მოხდა ამიტომ არის ჯერ კიდევ დრო და თუ ვინმე მართლა დაინტერესებულია თუ მართლა ვინმე უყვარს ეს ქვეყანა და ელემენტად მე ეს გადაწყვეტილება როგორც მივიღე იმგვარად როცა ყველა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ამის გადამოწვევა აიღოს ის აპარატი აიღოს ის მარკერი ფურცელი და ნებისმიერ შემთხვევებთან ერთად გააკეთოს რაც იმ არჩევნებზე გააკეთა საქართველოს ყველა მოქალაქემ და ამას აუცილებლად დაინახავს და ვისაც ძალაუფლება აქვს ვისაც ეს ხელი წიფება და ჩემს იმათ რომ ბრალდებები არსებობს ამაზე ეს არ მინდა დამავიწყდეს იმათ რომ გავცე პასუხი იმიტომ კი რომ მათ უშუალოდ მოუპასუხო საზოგადოებისაც პროექტს გასაგები ხომ არ შეიძლება ქართული ხალხის ნება ვინმე წაიღოს არ შეიძლება ჩვენ თეთრზე ვთქვათ რომ შავია იმიტომ რომ რაღაცა დღეს ესე გვაწყობს და აი ეს ვთქვათ იმ საბაბით რომ ეს რაღაცა სახელმწიფოებრივად რაღაცა ესე არ არის მე ვერავინ ვერ მასწავლის რა არის სახელმწიფოებრივად საჭირო საქმე თქვენ მიერ ექსპერიმენტით სასამართლოს სხდომაზე გამოვლენილი ფაქტი რომ ნამდვილად იყო პრობლემა ეს ფაქტობრივად ახლა ცესკომ დაადასტურა იმიტომ რომ თვითმმართველობის არჩევნებზე იყო იქ კორექტირება შეტანილი ზუსტად იმის გამო რომ ჟურნალდა ისევ ფურცელის ხოთი ეს მე ექსპერიმენტი ჩავატარე ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებზეც გაჟონა ფურცელმა მაგრამ აი უშუალოდ აპარატთან იქ ზევით იყო დაფარებული ეს ხო რეალურად თქვენი განაჩენია ხო თავარია ამაში აი ჯერეთი ელემენტარულად ვისაც ელემენტარული ლოგიკით მსჯელობის უნარი აქვს ხო მარტივია ხო თუ ყველაფერი კარგად იყო 2024 წელს კორექტირება რატომ შეიტანეს მაშინ რატო კორექტირება კი არ შეიტანეს აპარატს მექანიზმი დაამატეს ისეთი რომ ამ გაჟონის ფარავდა
კი. და ის მექანიზმი რატო დაამატებს თუ ისედაც ფარავდა ხო ეს ხო ელემენტარული საკითხია და ჩემთვის წარმოუდგენელია რომ ვინც გულზე ჯიხს იცემს რომ ამ ქვეყნისთვის გააკეთებს ყველაფერს რომ კანონიერება სამართალმა დემოკრატიამ ზემოს მისთვის ეს ხო ცხადი უნდა იყოს ელემენტარულად კითხვა ხო უნდა დასვას ხომ ყოფილიყავ მართალი ხო იმიტომ ეს ხო ჩემთვის არ გამეკეთებია ჩემთვის აბსოლუტურად სულეთია რომელიმე პოლიტიკური აქტორი რას იზამს არაზოს 25 წელი საჯარო სამსახურში ვარ არაზოს ავყოფილვარ პოლიტიკური რომელიმე პოლიტიკური იმის გულმხრვალები ხარდაჭერი ყველა ამას დაადასტურებს არ მაინტერესებს მე მაინტერესებს ჩემი საქმე ჩემი ქვეყანა ჩემი სინდისი ჩემი ღირსება და მე დაახლოებით ერთი რამოდენიმე 10000 დოკუმენტზე მაინც მექნება ხელი მოწერილი და ერთადერთი ამოცანა მაქვს რომ სამართლებრივი პრობლემა შემექმნეს კი არა რომ ჩემი ნებისმიერი ნომერი მე ხელმოწერილი ფურცელზე მე მორალურად შევძლო რამოდენიმე წლის მერე 5 10 20 წლის მერე პასუხი გავცე რომ მე ამას იმიტომ მოვაწერე ხელი რომ ეს მე მჯეროდა ეს სიმართლე იყო და ამაზე მე პასუხს ვაგებ და არა ისე ზოგიერთი რაღაცას რო გააკეთებს და მე 10 და 15 წლის მერე რომ ხან მსხვერპლია და ხან თუნი ასე არ უნდა ყოფილიყო და თან მე ის რო ისე ყოფილიყო ეს ასე უნდა ყოფილიყო და ასე შემდეგ ხო ამიტომ ყველაზე დიდი კომპრომატი რაც გააკეთეს ჩემს მიმართ ამ გადაწყვეტის მერე იყო მარწყვის ტორტი და ძალიან ამაყია ეს არის ყველაზე დიდი კომპრომატი თქვენს წინააღმდეგ მარწყვის ტორტი თურმე მარწყვის ტორტის გამო მივიღეს გადაწყვეტილება და თურმე კიდე რაც ბრალდება იყო ჩემს მიმართ ამიტომ მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს არიან ცურვეები არიან ფლიდები ჩვენ გვაქვს კარგი დიდი ცუნათმა გვაქვს აილექსი დაწერილი და ბედნიერი და ისიც რომ კარგად წაგითხონ და ესე იგი მე გავიცანი გვიან და უკვე სამართლებრივი დაცვის საშუალებაც არ მქონდა რომ თურმე ესე იგი მე მდებენ ბრალს თურმე მაშინ პოლიტიკოსები სხვათა შორის და საკმაოდ ისეთი ადამიანები ვისაც ძალაუფლებაში საკმაოდ დიდი გავლენები აქვთ თურმე მე გამიცია თათბირის საიდუმლოება თურმე ვიღაცასთან გარიგებული ყოფილი ვარ თურმე მე ვიღაცასთან პოლიტიკურად შეთანხმებული ყოფილი ვარ ამ გადაწყვეტილებაზე თურმე რაღაცა შეთქმულების მონაწილე ყოფილი ვარ და აი სინდისიც ხო კაი საქონელია ხო ერთი წელი გავიდა ხო თუ მართლა ამის მსგავსი იყო ელემენტარულად ვიღაცამ ერთმანეთს ხომ უნდა შეეკითხოს რომ თუ ესე იყო რაიმე ამის ბუნებაში არ არსებობს ხა ბუნებაში როგორ დამიმტკიცებს მე რომ გუშინ ვიყავი მთვარეზე როგორ დამიმტკიცებს არ არსებობს ესეთი რამ არა ეს თვითონაც იციან ეს ვინც როცა აცხადებდნენ რომ მე ვითომ და ჩემი გადაწყვეტილება თურმე წინასწარ ცნობილი ყოფილა იმისთვის რა ქვია ალეკო ელისაშვილის სხვადასხვა მინდა ალეკო ელისაშვილის და ყველა დაკავებულის ჩემი თანაგზნობა ჩემი თანადგომა გამოუცხადო მე არ ვამართლებს ასე ვთქვათ კანონის წინააღმდეგ წასვლას თუმცა ამას ახლა პროპაგანდა ამოჭრის დარწმუნება არა ვერავის ვერ ამოჭრის მე ადამიანად ყველას უთანაგზობ იმიტომ რომ ყველა მინდა მიიღოს ის რასაც მას ეკუთვნის სამართლის ძალით და არა სხვა რამით. ამიტომ თანაგზნობა სხვა რამეა ამას მე ვერავინ ვერ წამართმევს და თურმე მე ამ ალეკო ელისაშვილის თურმე წინასწარ მე გავანდე თუ იმან მიხვდა თუ მე მიწერე თუ ნუ რაღაცა აბსურდების და ამას როცა ამბობს პასუხისგებლიანი ძალა ამაზე მე პასუხი უნდა გასცეს. მე უბრალოდ სამართლებრივი დაცვის საშუალება არ მაქვს, რომ ეს ამაზე მოვედაო, თორე ყველა სიტყვა შემდეგ მე დროთა განმავლობაში იმ წუთში და შემდეგ ამ ჩემი სამუშაოიდან გამომდინარე არ მაქვს ამის დრო და საშუალება და მე არც ჯგუფი მყავს და არც პიარ ჯგუფი და არც დაქირავებული ხალხი, რომ ეს ყველაფერი ვამოწმო, ჩემზე რა ინფორმაცია მინდა და მე გავეცანი, რომ რაღაცა პატარა კარდებით, რომ რატო აი ჩვენ სხვათა შორის დასპონსორებულ პოსტებზე ვილაპარაკეთ გადაცემის დასაწყისში და ხო თქვენზეც იგივე შემართებით ასპონსორებდნენ სხვადასხვა ეს ცრუ ადამიანები პირდაპირ მომს ეხლა შეუძლიათ სამართლებრივად პასუხი მომთხოვონ თუ ვინმეს რამის თავი აქვს მომთხოვონ ამ სიტყვებზე პასუხი იმიტომ არიან ცრუები არ ემსახურებიან ხალხის ინტერესს და აკეთებენ ყველაფერს მარტო ერთი რამისთვის რომ თვითონ რაღაცა ვიწრო ჯგუფმა გაამართლოს მისი ვიწრო ინტერესები. ნუ ფაქტი ერთია ბატონო ვლადიმერ რომ არჩევნების დროს ფარულობის დარღვევა რაც თქვენ დაადასტურეთ სასამართლოს ექსპერიმენტით ეხლა არის CSCOM აღიარა ხო შეიტანა კორექტირება საარჩევნო CSCOM ფაქტობრივად აღიარა მაგრამ მე თავს დავდებ ევროსასამართლო ხო უნდა მიიღოს იმ საქმეზე გადაწყვეტილება მე დავდებ თავს ჩემი ყველაფრით მათ შორის საწოლაზე თავარია ჩემი ღირსებით და ჩემი პროფესიული სინდისით რომ ევროსასამართლო დაადგენს ამ საქმეზე დარღვევას. მე ვარ მართალი. ამას მე ვამბობ, იმიტომ რომ მე ვნახე, მე ვიყავი მოსამართლე, რომელმაც 16 საათი ამ საკითხს ვიხილავდი და არც ერთი მხარე იმ დარბაზში ამის წინააღმდეგი არ წასულა.
მე ვარ ამის მოწმე და მე ვარ ერთი ადამიანი ვარ, მაგრამ სულ ამას ვიტყვი, რომ არ შეიძლება ქართველი ხალხის ნება ვინმე მოიპაროს. არ შეიძლება კონსტიტუციური უფლება, რაც აქვს ქართველ ხალხს, ის ვიღაცამ აიღოს და გადაფაროს. ეს არ შეიძლება. დღეს არ არის აქტიარული, მაგრამ ისტორიისთვის აქტიარული. რა თქმა უნდა, და თქვენ კი გაწუხებთ ის ფაქტი. სამართალი რომ მკვდარი იყო, ამ ქვეყანაში არ იყო არც ერთი ადამიანი, ვინც ამაზე ხმასა მოიღებდა, ამას ვერავინ ვერ იტყვის, იმიტომ რომ არის სხვა ქვეყნები, სადაც ეს ხდება და არა აქვთ მათ ამის ფუფუნება, რომ მე ამას შემთავაზე არ მოვ, ეს მოსამართლე თქვა, ქართულმა ამას ახლა გვაქვს საერთოდ მნიშვნელობა არ აქვს, სასამართლო სისტემამ თქვა და ეს უნდა დარჩეს, რომ რაც ფაქტია და რაც არსებობს და რაც ქართული ხალხის ნება, ეს ვერავინ ვერ უნდა წაშალოს. ხო, თქვენ გაწუხებთ ის გარემოება, რომ სტრასბურგის ყველა გადაწყვეტილება რეალურად სახელმწიფოს იმიჯს აზიანებს, მაგრამ ეს არის ღირსების საქმე, მათ შორის თქვენი საქმის განხილვა ამ ფორმატში და ეს გადაწყვეტილება პირდაპირ თქვენზეც აისახება იმ კუთხით, რომ შესაძლოა ის თქვენი სითამამე რაც მაშინ გამოიჩინეთ ამ საქმის გადაწყვეტილების სტრასბურგში გამოცხადების შემდეგ სხვებისთვის გადამდებიც კი იყოს და აი ახლა ნამდვილად რაც გვჭირდება ეს არის რომ ეს კეთილსინდისიერება სითამამე იყოს გადამდები თუნდაც თქვენ სისტემაში და ჩვენ სისტემაში ძალიან მოკლედ ბოლოს მოსამართლეებისთვის რა გაქვთ სათქმელი და თქვენი შეფასებით არის თუ არა აი ამ კონტექსტში რაზეც ახლა მე იმედი გამოვთქვი რამე დამოიმედებელი ნიშნები ამ სისტემაში გასაგებია ესე იგი მე ვარ სასამართლო სისტემის ნაწილი მე ვარ პასუხისმგებელი ამ სისტემის კარგზეც და ცუდზეც რა თქმა უნდა არსებობს ბევრი გამოწვევა რა თქმა უნდა ბევრი კრიტიკა მისაღებია რა თქმა უნდა არის ბევრი ხარვეზი მაგრამ ყველა მოსამართლემ უნდა გაითავისოს და გაიაზროს ის ტვირთი რაც მას აქვს რომ ემსახუროს მხოლოდ ქართველ ხალხს იმიტომ რომ ერთმა მოსამართლემ შეიძლება ერთი ადამიანი გადაარჩინოს შეიძლება სისტემა ვერ შეცვალოს მაგრამ იმ ერთი ადამიანის გადარჩენით შეიძლება მისი პატივი მისი ღირსება მისი სახელი გადაარჩინოს მაგრამ თუ ერთ დამოუკიდებელ ადამიანს ერთი ადამიანის გადარჩენა შეუძლია ბევრ დამოუკიდებელ სასამართლო გადაწყვეტილებას ბევრ სამართლიან გადაწყვეტილებას მთელი ხალხის გადარჩენა შეუძლია ამიტომ ეს უნდა იფიქროს ყველა მოსამართლემ სისტემაში არის და არ არის ცოტა რომლებიც არიან კეთილსინდისიერი ღირსეული მოსამართლეები ჩვენ უნდა ავწიოთ ეს ტვირთი რომ ჩვენ შთამომავლობას ჩვენ მომავალს დავუტოვოთ რომ ბაზა იმისა რომ საქართველოში არ ყოფილა ამ პერიოდში როცა ჩვენ გვიწევს ამხელა პატივი და ამხელა ასე ვთქვათ ხალხის ნდობა რომ გავწიოთ მართლმსაჯულება არ ყოფილა მკვდარი მართლმსაჯულება საქართველოს ისტორია სავსეა ამით როცა მოსამართლეები თითქოს ემსახურებოდნენ მართლმსაჯულებას მაგრამ რეალურად მართლმსაჯულება მკვდარი იყო საბჭოთა ისტორიასაც გადახვდებით ჩვენ ეს არ გვიჭირს ჩვენ ცუდი მომენტების ასე ვთქვათ გამომზეურების ნაკლებობა არ აქვს ჩვენ კარგი მომენტები უნდა ვეძებოთ და ეს ჩემი გადაწყვეტილება ეს არ არის ჩემს მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება ეს არის საქართველოს მოსამართლის გადაწყვეტილება ეს არის ქართული მართლმსაჯულების გამარჯვება რომ დიდ სისტემას რომელიც შეიძლება პატარა ინდივიდს ეწინააღმდეგება შუაში არის მოსამართლე და შეიძლება არავინ არ ელოდება ამას რომ ეს მოსამართლე გააკეთებს ამ პატარა ინდივიდის უფლებების დაცვისთვის ყველაფერს შეიძლება ისიც არ ელოდებოდეს მით უმეტეს ჩვენ დღევანდელ დემოკრატიულ გარემოში მაგრამ ამას როცა გააკეთებს მოსამართლე და ამას როცა გააკეთებს კრიტიკულ მომენტში როცა ეს ამის გაკეთება რთულია, როცა მარტივი გასაკეთებელია, შეიძლება ამან ყველა მოაწეროს ხელი, მაგრამ იმას როცა მოასწერ ხელს, როცა ეს ძალიან რთულია და იცი რომ ამან შეიძლება ძალიან ბევრი რამე დასვას კითხვის ქვეშ და ამას არაფრის გამო არ დათმობ, რაც ბევრისთვის დაუჯერებელია. რომ რანაირად ეხა ნუ თუ არ არსებობს არაფერი ისეთი ამ ქვეყნიური სიკეთე რომ შენ ამის გამო ამ შენ პრინციპებს, მაგრამ ჩვენ ამას უნდა მივეჩვიოთ რომ არსებობენ ადამიანები ჩემი სანამოსამართლეები ჩემზე უკეთესი მოსამართლეები შეიძლება რომელიც ამას აკეთებენ და აქვთ ღირებულებები არიან ხალხის საჯარო მოხელეები რომლებიც არ გაწვლიან სინდის ნამუს პატივს არაფერზე არ გაწვლიან და ჩვენ ეს არ უნდა გვიკვირდეს და ეს როგორც წესი ისე უნდა იყოს. ხო, მე ამით დავიწყე ჩვენი ინტერვიუ ხუთავში. საჯარო მოსამსახურე რომ ამას ემსახურება ეს არ უნდა გაუკვირდეს, რომ არ გაყიდის, არ გაცვლის. კეთილსინდისიერად საქმის შესრულება რაც პროფესიონალიზმია თავისთავად და არ უნდა იწევდეს საზოგადოებაში ახტოვანებას და მადლობას ამის გამო არ უნდა იმსახურებდეს არავინ. მაგრამ ახლა არაორდინალურ გარემოში ვართ და ფაქტია რომ ეს პროფესიული მოვალეობის კეთილსინდისიერად ნდობა არ არსებობს. ხო
აი ყველა კითხვის ნიშნის გვაქვს, აი ძალიან ცუდია ყველასთვის. ხო, მაგრამ გარემოა ისეთი, სადაც მადლობას იმსახურებთ იმისთვის, რომ საქმეს კეთილ სინდისიანად აკეთებ და უბრალოდ აი ინტერვიუს ბოლოს ახლა რომ გისმენთ, გამიჩნდა მართლა ძალიან მოკლედ რომ მიპასუხოთ შეკითხვა, ხო, მართლა საშიშ გარემოში ვართ რა გადაჭარბების გარეშე ვაღიაროთ, ხო, რაღაც სადარბაზოებთან ხვდებიან ადამიანებს და ასისხლიანებენ და ასე შემდეგ არ ჩამოვთვლი. ამ გარემოშიც აი ასეთ რთულ საშიშ გარემოში რა გაძლევთ გამბედაობას და ხომ არ ყოფილა ბოლო პერიოდებში ზეწოლის მცდელობები, რაზეც ჯერ არ გილაპარაკიათ. ხო, ზეწოლაზე ვაკეთებ ბევრ კომენტარს და ვაკეთებ ძალიან ის თავშეკავებულად, იმიტომ რომ ეხა პირდაპირ ზეწოლა, ახლა სიცოცხლის და ჯანმრთელობის მუქარით ესეთი რამ ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა რა თქმა უნდა, ირიბად პირდაპირ შეფარვით, თითქოს კეთილის მყოფელური, ასე ვთქვათ, ჩევებით და დარიგებებით, რომ აი რა გეშარება და რატო და დაფიქრთი და ნუ იქნება არა და მაგრამ ეს ყველაფერი მე მგონი რომ მაინც გასაგებია, ვისაც ეს აინტერესებს და მე მინდა ყველას გასაგონად ვთქვა რომ ზემოქმედება ჩემზე ვერ განხორციელდება. რატომ? იმიტომ ვერ განხორციელდება რომ მე ეს არის თქვათ მე 12 წელი 13 წელი მოსამართლე ვარ და 10 წელი 11 წელი 12 წელი ესე მუშაობდი და ერთ ღამეს გავიღვიძე და მეორე დღეს გავხდი სამართლიანი. ხო, აი ესეთი რაღაცა არ ხდება, ხო? ამიტომ მინდა ყველამ ძალიან კარგად იცის ყველამ, ახლა არ მინდა დეტალებში ჩავწვდე, მე მუშაობ 2021 წლიდან საჯარო სამსახურში, ძირითადად მუშაობდი კონტროლის პალატაში, საქართველოს პროკურატურაში, შემდეგ მოსამართლე გავხდი, ყველა ხელისუფლებაში, ყველაზე ასე ვთქვათ მნიშვნელოვანმა ფიგურებმა ყველაზე რბილად რო ვთქვა, მიცნობენ, პირადი კომუნიკაციაც ქონიათ და აინტერესებდათ გარკვეულ საკითხებზე ჩემი აზრი და მეც მithქვია მათთვის და ამიტომ თვითონაც იციან რომ ესეთი რამ მე რომ გადაუხვიო მწამს, იმიტომ რომ რომელიმე ხელისუფლების უსიტყო მორჩილი და გულხრვალი მხარდამჭერი ესეთი რამ გამორიცხულია. ამიტომ ზუსტად ეს მინდა საზოგადოება მიცოდეს რომ ეს პროპაგანდა, ეს იცურია, ეს ბინძურე რაც ჩემს წინააღმდეგ მოდის, იმიტომ მათ სხვა გზა არ დარჩენიათ. ეს არის აბსოლუტურად ცილისწამება ჩემს მიმართ. და მინდა ეს დავაფიქსირო რომ მე მომავალში არ არსებობს რომ გადაუხვიო იმ გზას, რომელსაც მე მიკარნახებს ჩემი სინდისი, ჩემი სამოსამართლეო ფიცი და ჩემი საქმიანობის პრინციპები.